სომხეთი როგორ აკეთებს, აი ბოდიში დავამთა, აი ეს კითხვა რა და აუწე ან თქვენს და მისვოთ, ან რო გავალ ვიღაცა შემეკითხებ, აი სომხეთმა როგორ აზერბაიჯანზე აღარ იძახის. წვნელი წაგვარა იმას გორს, ნოაში ლიდერი და შეიყვანა ეგერ ჯგუფში. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. საქართველოს ჩემპიონატში გუნდი ლიდერობდა ზუსტად ჩაშარავდა ხოლიანი ჰანდიკაპით და წავიდა სომხეთის გუნდში. რატო არ არის კითხები როგორ წავიდა? როგორ არ არის კაცო, მეტი ფული გადაუხადეს. არა, მე არ ვიცი და რო ვიცოდე ზუსტად ვინ თქვა ეგ რომ იმათმა მეტი ფული გადაუხადეს და უკონტრაქტოდ ყავდა მწვრთნელი გორს უკონტრაქტოდ ყავდა მწვრთნელი. ანუ როგორ გადაუხადეს ფული? რა რას ნიშნავს? შუაში, ესე იგი მე ახლა უკეთესი პირობა რომ კონტრაქტიც არ მუშაობს. ხო და უკეთესი ისო მქონდა ეს რა ქვია, პირობა შემომთავაზოს ნებისმიერ დროს წავალ გუნდიდან გუნდში, ანუ არ პასუხისმგებლობა არა, კონტრაქტი არა. ანუ ვინ თქვა ეგ? მე არ მომისმენია ოფიციალურმა პირმა რომ ეს თქვა, ვინმე მკითხა და განმარტეს როგორ წავიდა ის სხვა გუნდში. ან თუ წავიდა სხვა გუნდში, რატო გვაქვს ეგეთი კონტრაქტი რომ მწვრთნელს შეუძლია შუაში დაკარსფეხი წავიდეს სიტყვაზე. და ეგ გორის მწვრთნელს რო თავიდან გორში დინამოს ერთ-ერთი ლიდერი ყავთ რა იმრანი რომელიც თამაშობს მაგუნდში. ხო და იმრანს ზოგადად იმხელა პირობა შეუქმნეს ხა არა სალაპარაკო თანხებზე რომ შენ ახლოს ვერ მიხვალ მაგ რაღაცასთან დღეს და ეგ არის რა 2-3 გუნდში ძალიან დიდი ფულს ჩადებენ იმაზე ყარაბაღზე არ მაქვს საუბარი იქ ფულით ჩაიდო და იქ მწვრთნელს დღემდე 10 წლიან მერამდენე 10 წელია უკვე ეს მწვრთნელი ყავთ რომელმაც დაამთავრა სანაკრებო გამოსვლა თავის ნაკრებში დაანიშნეს თავარ მწვრთნელად და დღემდე მოყვება ეს ბიჭი და ეს თავის იმაზე რა ქვია ჭკუაზე მორგებული ყავს სპორტული მხარე ტრანსფერები ყველაფერი და გამართულად ყარაბაღის სუპერლერი არა ურბანოვი ხო მე-15 წელია უკვე არა გიორგი ნახე რას ვიტყვი წეგან ეხა ვიტყვი აი დაახლოებით რა თემაც არის ჟურნალისტიკაში დამოკიდებულება ყოველ შემთხვევაში აი ამ თემასთან დაკავშირებით თითქმის ყველანი ვითანხმდებით ხოლმე აქ გადაცემებშიც ვამბობთ რომ უმეტესად ეს არის მენეჯმენტის ბრალი მწვრთნელს ეს პირდაპირ და ფეხბურთელს მით უმეტეს ხელს არ ვადებთ ხოლმე და არ ვადანაშაულებთ ყოველ შემთხვევაში ასე ვაკეთებთ ჩვენ ზოგი შეიძლება ზოგისთვის შეიძლება ადვილი ხელშესაწმენდია ის მწვრთნელი და ისა ჩვენთვის არ არის ვიცი და კობამ და ილიამაც და გოგიტამაც იციან რა მდგომარეობაც არის და ვერ იხდიან ამ ფულს და არ არის ფული ავიცი რატო არ არის ეგ უკვე არ ვიცი რისი ფული არ არის აი გუნდის შესანახი ფული. მაშინ თქვენი ყავით პრეზიდენტები, რატო არა? მე არა მაქვს ფული. აბა იმასაც თუ არა, რატო არის პრეზიდენტი ვერ გავი? არა, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია მაგას, რომ ხო და არა, ლოგიკა სად არის? იცი მე რა ზუსტად რა, ეხლა არის სახელმწიფო დაფინანსება. ხო არის? რაღაცა X თანხა რა მნიშვნელობა არის სახელმწიფოდან. არის სპონსორები აწერია თითქმის ყველა გუნდს ის და კიდე ზემოდან თუ რაღაცისთვის ფულია საჭირო, თუ არ არის ეს ფული რა. მაშინ რას ნიშნავს, რატო ყავს გუნდეს ფლობელები. მაშინ გადაეცეს როგორც ადრე იყო მუნიციპალიტეტს, იმათმა შეინახონ ანის კერძო თუ არის. მე თუ კერძო ვარ, ხო? მე მინდა რომ ყავდეს გუნდი, ხო? მე უნდა ყავდეს გუნდი ისეთი, რომ იქ არ იყოს დავალიანება, არ იყოს რაღაცა მინიმუმ ხო უნდა გქონდეს ბიუჯეტი რა შედგენილი წლის დასაწყისში იმ ბიუჯეტით მოქმედებდეთ და მივდიოდეთ მთელი წელი ბიუჯეტი მე ვიღაცა უნდა იყოს ჩემი ამაზე პასუხის მომთხოვნა აი მაგალითად ისრაელში არის ესე რა რაღაცა თანხები ხო არის იქ როც გაკოტრდეს იშვიათად ხდება ვიღაცა ერთი გუნდი 10 წელიწადში რო გაკოტრდეს არის ვინც ატარებს ამას ფედერაცია არ ატარებს როგორც პროფლიგა ის გარანტიები აქვს მე იღებენ რაღაც პასუხისმგებლობას რომ იმ ერთ გუნდს გაჭირვებულს ჩაამთავრებინებენ და იცვლება მე ხელმძღვანელობა პრეზიდენტები და იღებს ვიღაცა ახალი და ანუ მარტო ჩვენთან როგორ დარჩა ეს რომ ნორმები არის რაღაცა არა ნორმალური ნორმებია რა ანუ შეიძლება აკადემიაში მწვრთნელებს თვეობით ხელფასები არ ქონდეს შეიძლება უმაღლეს ლიგაში თვეობით ხელფასები არ ქონდეს შეიძლება ფეხბურთელს არ ქონდეს როგორ არის ხო ბანკს ხო სტანდარტი აქვს ვინმე თანამშრომელი შეიძლება რომ ერთი თვე იმუშაოს და არ ჩაერიცხოს თანამშრომელს ხო შეიძლება ან თქვენ რომ მუშაობთ თვითონ და ხო გირიცხავენ ამ ფულს რა რაღაცა დღე გაქვთ ირიცხება ჩვენ დღე კი არა თვე არ გვაქვს ანუ ფეხბურთში მოსულა ესე ჟარგონულად რო თქვა რომ 2 თვე და 3 თვე ისა ანუ UEFA-ს აქვს ესეთი რომ 1 თვე რო არ ჩაგერიცხება კიდე ზემოდან 1 თვე რო გავა შენ გაქვს
უფლება რომ გაუწყვიტო კლუბს კონტრაქტი და მოითხოვო მთლიანი კონტრაქტი საფასური. UEFA-ში რა ქვია იქ სადაც კარგუნდებში, სადაც ამ ფეხბურთელებს ანგარიზე თანხა აქვთ და თავის საარსებო წყარო აქვთ და იმ ერთ ჩარიცხულ ხელფასის მერე ის ერთი თვე მათთვის არ არის დიდი პრობლემა. ეგ კიდე მუშაობს რა. მე რომ აი რაღაცა შემეძლოს ხმა მივიტანო ამ UEFA-ში, ალბათ ამას ვეტყოდი რომ ერთ თვეზე უნდა ჩამოვიდეს. არ მოგეცა შეგეძლოს მაგის უფლება, იმიტომ რომ გაჭირებულ ქვეყნებში, ამ გაჭირებულში და არა დიდარ ქვეყნებში, ესე ვიტყვი, გაჭირებულში, არა მდიდარ ქვეყნებში, სადაც ფეხბურთი არა ისე განვითარებული, იქ ყოველი ერთი თვე პრობლემაა, იმიტომ რომ შენ როდესაც სპორტსმენი ხარ, ხო? ხლა ყველა ვიცით რა, მე ახალ სხვა ვიცი, ყველა ნებისმიერ ადამიანს საქართველოში ბანკის ვალდებულებები აქვს. ეს ბანკი არ ჩერდება, რომ კაი რახან ორი თვე დაგიგვიანეს, დაგელოდები, ხო? არის 1000 პრობლემა, მე არის 1000 გასაჭირი. გასაჭირში ფეხბურთს რა უნდა ელაპარაკო, რა ტაქტიკა, რა რაღაც პრობლემაზე რო ფიქრობს, ხო რა ეუბნები რომ შენ ვალდებული ხარ და მოტივირებული უნდა გავიგე, მაგრამ ეხლა მე თუ სახლიდან მაგდებენ და ჯარიმებს მატდებენ და სახში ოჯახში არაფერი არ მიმაქვს, როგორ ვაკეთო ეს საქმე კარგად. სპორტსმენი ზოგადად არის ესეთი რაღაცა რა, სპორტსმენს საფიქრალი არ უნდა კონდეს და მერე შეიძლება შედეგი დადოს. როგორ შეიძლება გაჭირვებაში იყოს სპორტსმენი და თან შედეგს დებდეს რა. მე არ მგონია ეგრე რომ სადმე იყოს რა და ანუ ესეც რაღაც პრობლემაა რა ჩვენთან რატო ხდება ესე რომ შეიძლება ესე იყოს და ეს ხო არ არის პირველი წელი. გარანტიას რატო არ ითხოვს? შეიძლება კი არა ითხოვს, ხო არის ჩემპიონატის დაწყებამ და ფედერაცია ითხოვს გარანტიებს, რომ აქედან აქამდე მანახე ფული, რომ გუნდს არ გაუჭირდა, მაგრამ მუშაობს, არ მუშაობს. ხო და ეს არ ვიცი. ახლა რომ მუშაობდეს, ლიცენზია ხო არის ეს იმაში არ გაჩერდებოდა, ხო გუნდი? ხო და ეს არის რა ლიცენზირება არის, ეს არის ატარებს ფედერაცია მონიტორინგსაც იმას, მაგრამ ძალიან ბევრი გუნდი ვიცით დღეს ჩვენი გუნდია გუშინ მუშაობდი დინამოში სიტყვაზე თბილისში და იგივე პრობლემაში ვიყავით და კიდე სხვა გუნდების ვიცი რაზეც ახლა მე ლაპარაკი არ მინდა ახლა რომ ეგ არა რამდენიმე გუნდია სადაც არ არის ეგ თვითონ თქვენ რაღაცა ამიტომ ხონდა იკითხოს ვიღაცამ ხონდა გაირკვას ეს რაღაც ანუ ყველა ჩუმად ვარ სულ ვიძახე ფეხბურთელი ჩუმადა წვნელი ჩუმადა აბა პრეზიდენტი ხო არ დაიწყებს ჩემი ბრალია და ვერ ვიხდიო რა და ჩუმად ვარ და ესე მიდის ეს ყველაფერი მაგრამ რა არის ფუჭდება ბევრი რაღაცა რა ეხლა მე რასაც ვიძახი ჩემთვის კარგი კი არ არის ეს რა როგორც ბევრი ვიცი რომ აი ჟურნალისტი მეუბნება აი ურეკავ ვაძალებ არ მელაპარაკება გავიგე წვრთნელებს და ამ მესვეურებს ჩვენი კომფორტის ზონა გვაქვს და რა ზარალდება ფეხბურთი გვაქვს ის რაც გვაქვს ამით და მეტის იმედიც არ იქნება სანამ ერთმანეთს არ მოვთხოვთ მე როგორ შენთვის ცუდი რომ მინდა მაგიტომ კი არ ვლაპარაკობ მე რომ გამოსწორდეს ის მინდა თორე შეიძლება ჩემთვის კარგი იყოს ჩუმად ყოფნა სიტყვაზე და 10 და 20 ხელმძღვანელისთვის კარგია ეს სიტუაცია მაგრამ 10 და 20 ხელმძღვანელის ქვევით არის ათასობით ბავშვი, ათასობით ოჯახი, რავი, რომელიც ყველაფერს დებს, რომ თავის შვილი ფეხბურთელი იყოს და სპორტსმენი იყოს და შენ თუ ეხლა იმაზე არ ფიქრობ და მარტო იმაზე ფიქრობ, რომ სიწყნარის ჩუმეში მე ვიყო კარგად, ეგ არასწორი არის, ეხლა რავი